მშვიდობისა, დილა დავიწყეთ ხაჭოს მაჭკატებით და ვაპუწკუნებ ახლა. და ვნახოთ რასთან ერთად შეჭამენ. ესეც ჩვენი შეპუწკუნებული მაჭკატები. დანი, შეჭამ? პატარას? ყველა პატარა არ არის და? Hello, როგორ ხართ? ნაი, ჩემი თმები აქ კიდე არ ჩანს. სპონტანურად გადავწყვეტე რომ შემეღება, რა თქმა უნდა სახლში. რაც მე კი მომწონს. მოკლედ გოგოები ვასაუს მე გემრიელა და ეხა მოვედი მარკეტში რომ ვიყიდო პროდუქტები. და სავარაუდოდ დღეს მოვლენ შოთიკო ნათია ჩემი ნათლული რაფაელა მისი დაიკო და გვეყოლება სტუმრები. ხო და ეხა ძალიან ადრეა რა 9 საათი არ არის ჯერ. და მინდა რომ დროზე მოვილიო ეს ყველაფერი რომ მე სახლის საქმეებს მივხედა და წარმოადგენ არა მაქვს რითი გავუმასპინძლდებით ჩვენ სტუმრებს. Nevis, papami. მარკეტით მოვილია. ეს სიამოვნება გამოვიდა ჯამში 114 ევრო და 39 ცენტი. რა თქმა უნდა, ხილი და ბოსტნეული აქ არ არის, რადგან თქვენ იცით, მე ხილს და ბოსტნეულს ბაზარში ვყიდულობ. ხო და ეხა გამახსენდა, რომ ევეკოს ქარსითი არის უკან საფარგულში. ხო და რაღაც უნდა მოვიფიქრო. დავაბრუნო ქარსითი თავის ადგილზე და მერე ჩავაწყო ეს ყველაფერი. გურიტებო. რა დღეში არიან? ვაი, სიხარულო დამეჯახე. პიცა მივირთვით, ასევე მქონდა გაკეთებული შეფის სალათი მაკარონით და ამბებით, რომელიც ძალიან მოეწონათ და ჩემი ზურიკო მეუბნება და არ გინდა მაი არ გააკეთო, ვინ შეჭამსო მაგასო და ლუკმარდატოს და გავაკეთე ასევე ჩვენი საფირმო კექსი, ეველინას უпроსტოდ. ეველინა აკეთებს ამ კექსს ხოლმე. ხო. ხო და მივირთვით ახლა ბავშვებმაც ჭამენ. მე ესე ყველა დღე მოიყურები. წავიდნენ ჩვენი შოთი, ნათი, აია, რაფაელა, ესე იგი იმდენი ხანი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი და იმდენად ვიყავით მონატრებულები ერთად. ესე ყოფნით ერთად რომ დამჯდარიყავით, გვეჭუკჭუკა, ბავშვები საოცრად გაერთნენ. შოთიკო ეუბნება მაიას პატარას, წავიდეთ სახშიო? არა, იძახსის. აქეთ დანის ვეკითხებით, წავიდნენ სახში? არა, ყველა იყო წინააღმდეგი. ვიჯექით აივანზე. ესე გადავწყვიტეთ. ძალიან მაგრად გავატარეთ დრო.
სახლი დააყენეს თავდაყირა გოგოებმა, მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის, რომ საოცრად გაერთენ. აი საოცრად ითამაშენ, ხატენ. არ ვიცი, PlayStation-ს ითამაშეს, ისე სათამაშოებიც ითამაშეს. ერთ ქალაქში რო ცხოვრობ. და ესე იშვიათად რო ნახულობ დროს, რომ და რაღაც მიზეზი რო გჭირდება მან და მაინც რომ ერთმანეთს შევხვდეთ. ცუდია, მაგრამ რა ვქნათ. ცოტა დაბლიეთ კიდევაც. სურამ ლუდი დალია. შოთიკო კონიაკს ვამდა. მე ცოტა კონიაკს ურევდი წვენში, იმიტომ რომ მე ზოგადად დალევა არ მიყვარს, არ ვიცი ბოლოს როდის დავლიე. ანუ ძალიან დიდი ხნის უკან. და არ ვსვამ, ანუ არც მე ვსვამ, არც ზურა არ სვამს. მაგრამ იმდენად კარგად ვატარებდით დროს, ხო? აი ეს ცივი წვენი ცოტა მითი ალკოჰოლური სასმლით რაღაცნაირად მე სიამოვნა მეც. პიცა იყო არაჩვეულებრივი. მერე დავაყოლეთ ნაყინები ქონდათ მოტანილი, ის ნაყინებით დავაყოლეთ და მოკლედ იდეალური საღამო გამოგვივიდა. საღამო რა, იდეალური დღე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი იყვნენ ჩვენთან და ეხა წავიდნენ. არ მინდოდა რომ წასულიყვნენ. კარგი იყო. მერე იქნება ერთი გასვლა ჩვენც გავიდეთ. თან ისინი მაქვს, ტანსაცმელები მაქვს გადარჩეული. რაც უნდა წავუღო, ეხა ვერ წაიღებდნენ, იმიტომ რომ მანქანით თუ წავიღებ ამ ყველაფერს, თორე კი მართალია ტაქსი წავიდნენ, მაგრამ ეხა ხوار გავატნევდი ამ ჩანთებს, ამიტომ ერთი დღე ჩვენც წავალთ მანქანით და წავიღებ ამ ტანსაცმელებსაც. ხო და მოკლედ ესეთი დღე გქონდა რა. საღამო დღე, შუა დღე. ერთად ყოფნის. ესეთი ამბები იყო. ძალიან კმაყოფილები ვართ. აი უზომოდ კმაყოფილები, იმდენად კმაყოფილები, რომ არ გვინდოდა დამთავრებული იყო ეს დღე. ხო და ეხა აქედან დაგემშვიდობებით მე გოგოებს მივხედავ, რომ დავბანო და დავაწვინო. და მე ნელა მივალაგებ იმ ქაოსს, რაც სამზარეულოში ხდება. ასე რომ დაგემშვიდობებით აქედან, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით.